მოგესალმებით ყველას. იმედია ყველანი კარგად ბრძანდებით. მოხარული ვარ თქვენთან მორიგი ურთიერთობით. რამდენიმე დღის წინ უკვე მსურდა მორიგი ვიდეო შეწერა, გამომდინარე იქიდან რომ სოფლიოში უამრავი საინტერესო რამ ხდება. ეს თავი ვერ მოვუყარე, იმიტომ რომ სულ ვფიქრობ, რომ ახლა მოდი კიდე ერთი ნიუსი მოხდება, მერე კიდე ერთი ნიუსი, მერე დავაჯამებ და რაღაცნაირად ერთიანად შემას გამოთქვა, მაგრამ არ გამოდის და ისეც მირჩევენ რომ და მე თუნდაც გგონებ რომ 40 წუთიანი ვიდეოები გამომივიდა ბოლო რამდენიმე და სასურველია რომ ცოტა შემჭიდრებული ქრონომეტრაჟით შემოგთავაზოთ. საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე არაფერს ვიტყვი. გულისხმობ აჭარაში რაც დატრიალდა აჭარის ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ამ ყველაფრისთვის საქართველოში უნდა იყოფებოდა ადამიანი, რომ რამე ობიექტური, უბრალოდ სუბიექტური, ობიექტური გარემოებებზე და მოცემულობებზე დაყრდნილი რამე რომ ანალიზი დადო. შესაბამისად მე მოკლებული ვარ ამ ბედნიერებას, ასე რომ ზოგადად საქართველოს გარშემო და კავკასიის შექმნილ ვითარებაზე გეტყვით, ოღონდ განსხვავებული ჭრილით. რას გულისხმობ? აზერბაიჯანსა და რუსეთთან ურთიერთობის გამძაფრებას და ამას განვიხილავ საქართველოსთან მიმართებაში, ანუ რეგიონალურად, იმიტომ რომ აზერბაიჯანელებს და რუსებს ახლა რა შავმაკატამ გაირბინა, მათ შორის ბევრი არის ვარაუდები, ვერსიები. მე არ გავკადნიერდები და მე ამ ძირეულ კვლევაში ახლა ვერ შევალ, იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში ობიექტურობას მოკლებული იქნება ეს ჩემი აზრები და დასკვნები. შესაბამისად ვიტყვი იმას და მოგახსენებთ იმას და გაგიზიარებთ იმ აზრს, რაზეც მეტნაკლებად მიიწვდება ხელი მედია საშუალებებიდან და პირადი კონტაქტებიდან, რა თქმა უნდა. უპირველესად აზერბაიჯანი რუსეთის პრობლემა. სათაურად გამოვიტანე პოლიტიკური ისლამი, ვახსენე 7 მილიარდი და ერეკლე მეფეს არჩევანი, ერეკლის არჩევანი. და ამ ყველაფერთ ამ სათაურთან მე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივალ. დავიწყოთ აზერბაიჯანი რუსეთის ურთიერთობით. აქ არის მნიშვნელოვანი რამ, ჩემი აზრით ბუნებრივია, ის რომ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა სახელმწიფოს მართვის კურსი ვექტორის ჩათვლით. მე არ განვიხილავ იმას, რომ ეკლესიასთან დაპირისპირება აქვს და პაშინიანი თვლის, რომ ეკლესიის ხაზით მზადდებოდა ხელისუფლების შესვლა გადატრიალება სომხეთში, ეს მათი შიდა საქმეა და კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ იცის იქ რა ხდება და როგორ ხდება, ან არიან ან არა და ეს შეიძლება ჩვეულებრივი პოლიტიკური ბატალიები იყოს. მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჯერ კიდევ აი დემირჩიანის დროს, შემდეგ იყო ტერპეტროსიანი, მე ახლა ძველ სომხეთის ძველ ხელისუფლებებზე ვლაპარაკობ. ესე იგი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთგვარი ანკლავი იყო ამიერკავკასიაში სომხეთი, რუსეთისთვის. არა აზერბაიჯანი, არა საქართველო. საქართველო გამომდინარე იქიდან არსებული ჩვენ შორის, ჩვენ სახელმწიფოების შორის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ეს არის აფხაზეთის შემდეგ ცხინვალი. აზერბაიჯანში კიდე არ ქონდა რუსეთს, ესე ვთქვათ, დადებითად პარტნიორული ურთიერთობა, იმიტომ რომ თავიდანვე მხარს უჭერდნენ სომხებს ყარაბაღის პრობლემაში და ამითი სომხები სარგებლობდნენ. სარგებლობდნენ იქამდე, სანამ ამ სარგებლობას აზრი ჰქონდა. მოვიდა პაშინიანი და ერთი უცნაური რამ თქვა. გასაგებია რომ ეს დასავლური ორიენტაციის ადამიანია. რომ ყარაბაღი არის სომხებისთვის ტვირთი, ღუზა, ესეთი რამაც ახსენა მან ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც აკავებს სომხეთს ცივილური განვითარების გზიდან. და ითხოვს შემდეგ რამეს, რომ მოსახლეობამ ეს ყველაფერი აღიქვას ადეკვატურად, სწორად და მას მხარი დაუჭიროს და ასეც მოხდა არჩევნებში გაიმარჯვა ეს ბოლო არჩევნები რაც იყო. თulis რომ ყარაბაღი იყო ღუზა, ანუ ტვირთი, ფაქტობრივად მართალია ომის ხარჯზე, მაგრამ საბოლოო ჯამში უარი თქვა ყარაბაღზე და
ეხლა ეს ბოლო პერიოდია, მოკლედ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა თურქეთში, სხვათა შორის ალიეთან ერთად ერთ პერიოდში. და შეხვდა ერდოღანს. უკაცრავად. ერდოღანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს დიდი თურანის აღორძინების მესვეური. და ნაწილობრივ ამის საფუძვლები უკვე ნათლად ეტყობა ამიერკავკასიას. ამ თამაშში სომხები ჩაყვნენ ნებით და რატო? იმიტომ რომ აქ არის ორი გარემოება. აი ხა მნიშვნელოვანი რამეს ვიტყვი, იმიტომ რომ შეგახსენეთ ვინც არ მიცნობთ, რომ თითქმის 58 წლის ვარ და მე მახსოვს როგორი დამოკიდებულება იყო სომხეთსა და რუსეთს შორის, როგორც იტყვიან, რუსეთს სომხები ჭირდებოდათ იმიტომ ყარაბაღის მხარდაჭერით, რომ ეკონტროლებინათ აზერბაიჯანის მომენტი, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ აზერბაიჯანის უკან ადრე თუ გვიან დადგებოდა თურქეთი და ასეც მოხდა. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის და ხაზგასმელი, რომ როგორც ამბობენ, რუსული გამოთქმა არის კარგი, ნაკაროთკენ პალატკე. ანუ სომხები ყავდათ ზუსტად იმ დოზით მიშვებული საკუთარ კეთილდღეობასთან, რამდენიც საკმარისი იყო, იმიტომ რომ სომხები ყოფილიყვნენ დამბალანსებელი ამიერკავკასიაში აზერბაიჯანელებთან და მეტი არა. ანუ მიდიოდა დახმარებები ენერგეტიკულად, იყო იქ ემისიითაც ეხმარებოდნენ, როცა სომხეთს ბიუჯეტში პრობლემები ჰქონდა და კიდე სხვა მრავალი. საქმიანი ურთიერთობები საწვავს აწვდიდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ხდებოდა ზუსტად იმ დოზით, რომ სომხებს ერჩინათ თავი, ანუ ყოფილიყვნენ რაღაც დონეზე. აქ არის ყო ლაპარაკი იმაზე, რომ სომხეთი გამხდარიყო დაუშვათ პირობითად წამყვანი სახელმწიფო ამიერკავკასიაში ან რაღაცა რომელიმე ევროპული ქვეყნის დონეს მიეღწია. არა, ზუსტად იმდენი დოზით აწვდიდნენ კეთილდღეობას, რამდენი დოზითაც აწყობდათ რუსეთს. ეს წინა ხელისუფლებებმა იცოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რახან უკვე გეოპოლიტიკურად ვითარება იცვლება, მოვიდა ახალი კაცი, ახალგაზრდა შედარებით პაშინიანი ევროპული აზროვნების და მან გადაწყვიტა, რომ რა თქმა უნდა ეს ყარაბაღი მაინც არავინ არ შეარჩენს, არ დაუკანონებს, თან დრო იცვლებოდა და ამას ხედავდა და მოკლედ ჩაერთო თურანის პროცესში. ეს ჩემი შეფასებით. და ეს რას გულისხმობს, რომ თქვა მან ესეთი რამ განაცხადა, რომ აღარ გვინდა ეს მძიმე ტვირთი, იმიტომ რომ ყარაბაღი აფერხებს სომხეთის განვითარებას, სომხეთის განვითარების პროცესს. და იახლა თურქეთს, იმიტომ რომ პაშინიანი კარგად ხვდება იმას, რომ თურქეთის გავლით სომხეთს აქვს გასასვლელი ევროპაში. რუსეთის გავლით კიდე მას სამწუხაროდ, მათთვის სამწუხაროდ არ აქვს და იგი თვლის, რომ ეს 33 წელი, რაც სომხებმა იურთიერთობეს რუსეთთან და საბოლოო ჯამში დამარცხდნენ მაინც ყარაბაღში, თვლიან, რომ ეს იყო წარუმატებელი 33 წელი. მოკლედ ჩავიდა პაშინიანი ეხლა დიდ სულთანს, როგორც მე მოვიხსენებ ხოლმე ერდოგანს და მოკლედ ჩაერთო თურქულ-აზერბაიჯანულ თამაში. ეს რას მოიცავს? ახლა მოიცავს იმას, რომ ჯერ ესეთი მოდი ვთქვათ ისტორიულად, სომხებს სომეხი ერის წარმომადგენლებს თავის დროზე, ხა ვინც ისტორია იცით მეტნაკლებად, არც ოსმალეთის იმპერიაში უჭირდათ აი ძიმე პერიოდის არ ჩათვლით, რა არ ჩათვლით ზუსტად იმ გენოციდს ვამბობ, როცა ეს მოხდა თურქებსა და სომხებს შორის, მანამდე ოსმალეთის იმპერიაში ცხოვრობდნენ საკმარისად კარგად, ადგილობრივ მმართველობაში კვოტებიც კი ჰქონდათ, იყვნენ კარგი ხელოსნები, კარგი ვაჭრები, ოქრომჭედლები და ასე შემდეგ, ჩვენ ეს ვიცით და ასევე წარმატებით ისინი ცხოვრობდნენ სპარსეთის იმპერიაშიც. ასე რომ სომხებისთვის აღმოსავლეთი არ არის უცხო. და ამ შემთხვევაში მით უმეტეს უკვე გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და მოკლედ ეს არის ღია კარიბჭე ევროპაში გასასვლელად, სომხებმა არჩიეს ეს გზა და ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებულად აკეთებენ. აი შედარებისთვის რო გითხრათ, იმდენად უნდა პაშინიანს, რომ სომხებთან, უპოსტორეთ თურქებთან სასაზღვრო ზოლი მოიხსნას,
აი ჩვენთან რო 90-იან წლების დასაწყისში იყო თურქებთან რო საზღვარი გაიხსნა და ჩვენები რო გადავდიოდით ქართველები და რა 31 ქარხანაში დამზადებულ ველოსიპედებს და ღამის ქოთნებს და რაღაცებს რო ყიდდით და ჩვენ სარჩოზე რო ვიყავით და მე ამას მოყვა ქართველების გადინება თურქულ თხის პლანტაციებში თხილის პლანტაციებში უკაცრავად ჩაისაკრება და ასე შემდეგ მე ერთობლივი სასტუმროები და მოკლედ განვითარდა როგორც თურქეთის იქით მხარე განვითარდა და ჩვენთვისაც ეს სარგებელი იყო აი რაღაც აი ამ მდგომარეობაში არის ხა სომხეთი რაზეც უარს არ ამბობს ეს მისთვის ნათელია ეს ისტორია მან მშვენივრად იცის და უნდა რომ სომხეთი ჩართოს ამ დიდ ეკონომიკურ ველში, რასაც ქვია თურქულ-აზერბაიჯანული საბოლოო ჯამში ეგრეთ წოდებული ევროპული. რამდენად ევროპული ახლა ეს მეორე საკითხია, მაგრამ პაშინინას ესე გონია და ესე თulis. ქვეყნის განვითარებისთვის ალბათ იგი მართალია. უბრალოდ ამ პროცესებიდან რა დარჩება სომხეთიდან ეს არავინ არ იცის. მე ხშირად მithქვამს ჩემს ვიდეოებში, რომ პირადად ალიევს აქ ნათქვამი, რომ ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორია ეს არის დასავლეთ აზერბაიჯანი. მაგრამ მოცემულობა ერთია და პაშინიანი ცდილობს, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს იმ დარჩენილ სომხეთის ფაქტობრივ ტერიტორიაზე და იმ დარჩენილი სომეხი მოსახლეობის სასარგებლოდ. რა გამოვა ეს არავინ არ იცის. ჩვენ ახლა მე პირადად და საუბრად ექსპერტებიც ხელმძღვანელობენ იმითი, რომ რა არის რეალური მოცემულობა. ამის სანაცვლოდ რომ თურქებმა მიიღონ ჩაიხუტონ პაშინიანი და მთლიანად სომხეთის სახელმწიფო რესპუბლიკა დადგა ბუნებრივია ზანგეზურის კორიდორზე ლაპარაკი. მე არაერთხელ მithქვას ამ ვიდეოში გავიმეორებ, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ეხლა ირანმა წაიბორძიგა სერიოზული პრობლემები ჰქონდა ისრაელთან ომის დროს და შესაბამისად ზანგეზურის კორიდორი დადგა ისევ დღესასრიგში. ეს რას ნიშნავს, რომ თუ თურქებმა აზერბაიჯანელების უпростоრეთ აზერბაიჯანელებმა თურქების დახმარებით ზეწოლა განახორციელეს სომხებზე და მაკიტკენ მიდის საქმე, ის სამხრეთ რკალი, ანუ ზანგეზურის კორიდორი გაიჭრება და ნახიჩევანამდე ექნება სახმელეთო გზა ძირითად აზერბაიჯანზე შესაბამისად უკვე სახმელეთო საზღვარი იქნება თურქეთთან. რაც იყო სანუკვარი ოცნება იმის მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და აზერბაიჯანმა მიიღო დამოუკიდებლობა. და მოკლედ ეს არის პირველი ნიშნები იმისა, რომ ისეთი ქრისტიანული სახელმწიფო საქართველოს გავსი ისტორიით, ქრისტიანული ისტორიით ჩაება ამ დიდი თურანის განხორციელებაში. და ხა აქ მნიშვნელოვანია ამ ყველაფერთან ერთად რას ფიქრობს ირანი და ბუნებრივია რა აზრის არის რუსეთი, იმიტომ რომ ზანგეზურის კორიდორი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, იმიტომ რომ თვლიდნენ რუსები, რომ სომხეთის გავლით ირანზე უნდა გასულიყვნენ, ეს ერთ-ერთი მარშრუტი არის ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებით, იმიტომაც გთხოვდნენ ჩვენ თავის დროზე რკინიგზის გახსნაზე ჩვენს საქართველოს ხელისუფლებას გულისხმობ თანხმობას, რომ აფხაზეთზე გაეარა და მერე ჩასულიყო და გადასულიყო სომხეთში, იმიტომ რომ ისე და ისე მისულიყო ირანზე. თუ აზერბაიჯანმა და თურქეთმა მიაღწიეს იმას, რომ ზანგეზურის კორიდორი სათავისოდ აქციეს, ბუნებრივია ეს არხი გადაიჭრება. ეხლა ყველა ელოდება ირანის რეაქციას. ჯერჯერობით ირანმა ეხლა აი 12 დღიანი ომის შემდეგ ნელ-ნელა მოდიან ესე თქვა აზე და ალბათ თავის სიტყვას იტყვიან. თუმცა პოზიციები სერიოზულად არის შესუსტებული ირანის, იმიტომ რომ ქმედით უნარიანობა აკლიათ რეალურად. როგორც სამხედრო ძალაში, ასევე პოლიტიკურ ნაწილში, იმიტომ რომ იქ კიდე შიდა არეულობაა და ყველამ ვიცით, რომ ჩრდილოეთ ირანი ეს არის ფაქტობრივად სამხრეთ აზერბაიჯანი. იგივე ხალხი, იგივე ეთნოსი, იგივე მოსაუბრე და უბრალოდ ესე იგი ირანში მაცხოვრებელ აზერბაიჯანელებს ეძახიან თურქებს. ერთი განსხვავებაა, თორე ყველა მიცის, რომ ის ისეთივე აზერბაიჯანელები არიან, როგორც ძირეულ აზერბაიჯანში. ეს ირანი. ეხლა რუსეთის მომენტი. რა რჩება რუსეთს? რუსეთს რჩება ერთი რამ, რომ საქართველოს გავლით მოახდინოს ზეწოლა ამ პროცესებზე. ბუნებრივია სათავისოდ. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ამერიკაკოსიას არ დატოვებს, იმიტომ კი არა, რომ ქართველები უყურთ ან სომხები ან აზერბაიჯანზე ირევიან, არა რა თქმა უნდა.
იმიტომ რომ იციან, როგორც კი სამხრეთ კავკასიაზე რუსეთი ნებით თუ უნებლიეთ იტყვის უარს, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვის პროცესი დაიწყება და ნუ ეს იქნება მთელი რუსეთის ზღვევა სამხრეთ საზღვრებიდან. ეს გამორიცხულია. სანამ რუსეთი ამ ფორმატში არსებობს და სანამ ვლადიმერ პუტინი და მისნაირები იქნებიან ხელისუფლებაში და დარწმუნებული ვარ, რომ სანამ რუსეთის იმპერია იქნება, მსგავსი პრეზიდენტები არ დაილევა რუსეთის მმართველობაში. შესაბამისად, ერთადერთი ზემოქმედების წყარო ამიერკავკასიაზე რჩება საქართველო. და ალბათ აი აქ უკვე მივედით ყველაზე მნიშვნელოვან წერტილამდე. რა პროცესები დაიწყება რუსეთიდან ჩვენს მიმართულებით და საქართველოს ახალი ოცნება მე თამამად შემიძლია ვთქვა, გამომდინარე იქიდან რომ ასრულებებიც ხდება საქართველოს ხელისუფლებაში, რაც პრინციპში მივესალმები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბევრი შეკითხვები იყო ნეგატიური ოცნების მიმართ, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, ნუ იმედია ეს ახალი გუნდი ზუსტად სახელმწიფოებრივად გადაწყვეტს ყველა აქტუალურ საკითხს. აი მნიშვნელოვანი არის ეხლა რა წინადადებები წამოვა ჩრდილოეთიდან, ან რა წინადადებები წავა ჩვენგან მათ მიმართულებით, იმიტომ რომ ამიერკავკასიას არ დათმობენ და აზერბაიჯანი ისედაც ჰიპოთეტიურად და დე ფაქტო ეს იყო თურქეთის სატელიტი, საყდენი ყავდათ სომხეთი და სომხეთში ის გიუმრის ბაზა სხვათა შორის რომელსაც მე ვსახურობდი, არ გაგიკვირდეთ საბჭოთა კავშირის დროს გიუმრის ერქვა ლეინაკანი. და ლეინაკანის სამხედრო ბაზაში ვსახურობდი და ეს იყო ჩვეულებრივად შემაკავებელი ფაქტორი. იმიტომ რომ ნუ საკმაოდ ეს დიდი გარნიზონი იყო. და ამ გარნიზონის იმედად იყვნენ რუსები. მაგრამ დაკარგეს ახლა სომხეთი, აზერბაიჯანი დიდი ხანი დაკარგული ყავდა და დავრჩით ჩვენ. შესაბამისად აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა მოხდება ხვალზე მასზე არავინ იცის, მაგრამ ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოვანი არ მინდა დავარქვა. ანუ მედიის გარეთ ურთიერთობები ხდება, ანუ არაოფიციალური წყალობით რაღაცა კომუნიკაცია მყარდება. რომ იმის თაობაზე თუ რა პოზიციით დავხვდები ჩვენ მაცვლილებებს, საერთოდ აფხაზეთის რკინიგზაზე რა თემები დაიძრება, რა პირობებით უნდა გაიხსნას და მოკლედ მთელი კასკადია წყება არის კითხვების. უბრალოდ მე იმედს გამოვთქვა იმისა, რომ რახან რუსეთს ამიერკავკასიაში ფაქტობრივად ამ ეტაპისთვის დავრჩით ჩვენ, შესაბამისად უკვე საქართველოსაც შეუძლია შემხედრი თავის სასიკეთო წინადადებები დაახვედროს რუსეთს. ამის იმედი მაქვს და ალბათ საქართველოს უმრავლესობას. და ჩვენ ხედავთ რომ სამხრეთ ეხლა ეს მეორე მთავარი თემა ხედავთ რომ სომხეთი რომელიც ვერავის წარმოედგინა ჯერ თურქეთის გენოციდის მერე და მე არსებული სიტუაციის მერე რომ აი ესეთი რამ მოხდებოდა და სომხეთი გადავიდოდა თურქულ-აზერბაიჯანული დაჯგუფება არა გარიგების მოთამაშე გახდებოდა ასე ვთქვათ. წარმოუდგენელია აი ამას შემდეგი ნაბიჯი რა მოყვება, იმიტომ რომ ფაქტობრივად საქართველოს უკვე ბუნებრივი ბუფერი აღარ აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან. ჩვენ ხედავთ რომ ირანის ბოდიშით სირიის ხელისუფლება უკვე ყველამ ცნო. ტრამპმა არაერთხელ მithქვამს მოუხსნა სანქციები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი იყო ჩასული 100 მილიონ გირვანკა სტერლინგამდე ფული ჩაიტანა და აი ამ 100 მილიონში შედის რაღაცა კვოტა, რომელიც მოხმარდება იმ ქვეყნებს, ვინც მიიღებს სირიიდან ნებით უნებლიეთ ემიგრანტებს, ანუ მიგრანტებს. და ხედავთ იმას, რომ თავის დროზე ტრამპმა არაბეთიდან 4 ტრილიონამდე თანხა გაიტანა, ბუნებრივია ეს არ არის ქეში ფული, ეს არის კონტრაქტები, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი ფულია და სახეზე ვიღებთ რას, რომ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ისლამიზაცია. რა, მთლიანად ევროპაში და შუა აზია ისაც ისლამურია და სამხრეთ კავკასიას
სამი რესპუბლიკიდან ორი ქრისტიანული იყავით, ერთი იყო აზერბაიჯანული, რომელიც იყო ესეთი ნომინალურად მაჰმადიანური ქვეყანა, იმიტომ რომ იქაც სვეტური სახელმწიფოა და ათეისტები არ არიან, მაგრამ არც ისე თავგადაპარსული მაჰმადიანები არიან. შესაბამისად, უკვე ნათელია, რომ დაიწყეს თურანი ხოცალკე ვითარდება და არაბებს აქვთ კიდე პრეტენზია, რომ თავიანთი დიდძალი კაპიტალით მაქსიმალურად დიდი გავლენა მოახდინონ მთელ სოფლიოში. და ბუნებრივია საქართველოს ამის არ არის გამონაკლისი და აი ზუსტად ის 7 მილიარდიანი პროექტი, რომლის ათვისებასაც ალბათ უკვე დაიწყებენ, შეიძლება დაწყებული აქვთ. ეს არის კრწანისის ფერდობი და მეორე რაიონი არ მახსოვს, იმიტომ რომ ვერ გავარკვიე, რამდენიმე რაიონზე იყო საუბარი. აღარ ჩავთვლი უკვე ბაზალეთის ტბას და ასე შემდეგ. და ყველაზე მძიმე სანახავი ის არის, რომ თბილისის ქუჩებში უკვე აი გუშინ ჩემო მეგობარმა ჩამიგდო ვიდეო, უბრალოდ არ მინდა ამ ვიდეოებს ახლა ესე ვთქვათ მივაკინძო ის ვიდეოები, რაც თბილისში უკვე გავრცელებულია, მაგრამ გული მომეკვდა ესეთი რაღაც მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ მე მგონი იყვნენ თუ არ ვცდები ინდოელებს არ გავდნენ, ალბათ იყვნენ პალესტინის მომხრეები იყვნენ, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, პაკისტანელები იყვნენ, შეიძლება ან ვინმე სხვა და ესე იგი ავტობუსის წინ იყო ესეთი საქართველოს დროშა, ეს კამერასთან მერე გვერდზე იყო შავ ფარდაგზე იყო არაბულად, არ ვიცი რა ეწერა და ბოლოში იყო უკვე პალესტინისა და რაღაც ისლამური სახელმწიფოების კრებსითი დროშები. ეს ხდება თბილისში. გარდა იმისა, რომ ნუცუბიძის პლატოზე ლისის დასახლებაში უკვე მოლაყვირის და ასე შემდეგ. ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, თბილისისთვის ეს იყო ორგანული ნაწილი, იმიტომ რომ მოლაც თავის მოვალეობას ასრულებდა იმაზე პურის მოედანზე და იქვე იყო სინაგოგა და ებრაული სათვისტომო თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ ეს იყო ჩვენთვის ორგანული ნაწილი. იმიტომ რომ ყველა აღიარებდა საქართველოს როგორც ესეც, როგორც უპირატეს და როგორც პრიმა საზოგადოებას. ქვეყნის წარმომადგენლების, ანუ ქართველებს გულისხმობ. ეხლა საერთოდ სხვა სიტუაცია იქნება და ეს ბუნებრივია გამოწვეულია იმით, თავიდან ვამბობდი მე ჩემ ვიდეოში ერთხელ თქვი, რომ ეს არის მეთქი დამსაქმებლების ინიციატივა სამშენებლო კომპანიების, რომლებიც მაგის ვიდეოებს ცელდება, როგორ ამუშავებენ ამ ემიგრანტ მუშებს, მაგრამ ეს არის აი ყოფით დონეზე. და მეც ესე ვხედავდი ამ პრობლემას, რომ ეს მიტანის სერვისის მესვეურები შემოყავთ, იქ რაღაცა კენკრის საკრეფად შემოყავთ, სამშენებლო კომპანიებმა ხოს ფაქტობრივად ესე იგი მუშათას ფენა საერთოდ ჩაანაცვლეს, უკვე ქართველი მე მგონი აღარც მუშავს, მაგრამ ეს არის ყოფით დონეზე. ამის უკან არის ჩვეულებრივად ისლამური ფული. პოლიტიკური ისლამური ფული. დიდძალი, 7 მილიარდი რაც ჩანს. რაც არ ჩანს, ეს არ ვიცი, ეს არის აღურიცხავი ფული. აი მაგალითი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა, ჩაიტანა 100 მილიონამდე გირვანკა სტერლინგი დახმარების ფონდში და აი ამ 100 მილიონიდან სპეციალურად თანხა არის გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება ზუსტად იმ სახელმწიფოებს, ვინც ამათ შეიფარებს ან გაატარებს. ჩვენი საქართველოს მსგავსი სახელმწიფოების მსგავსად უფრო სწორედ. მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია, ანუ გასაგებია, რომ ეს გადასაჭრელია, მე იმედი მაქვს, რომ ზუსტად ის ახალი ხედვა, რაც მოცნებამ წამოიწყო, აქვე ვიტყვი, რომ კონსერვატიულმა მოძრაობამ წამოიწყო პეტიციის სახით ხელმოწერების შეგროვება და იმედი მაქვს, რომ ერთი მეორესთან უნისონში მოვა და ამ პროცესს გავაჩერებთ. მაგრამ ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი რა არის? ეს მე ვიცი, იმიტომ რომ ნიუ-იორკში ვცხოვრობ. და აი მაგალითისთვის გეტყვით რა, 2016 წელს ერთ-ერთი ავენიუ არის, დიდი ავენიუ არის მთელ ბრუკლინში, ჩრდილოეთიდან სამხრეთით ჭრის, ესე ქვია, კონი აილენდ ავენიუ. და ჩემს მახლობლად
ადრეც მithქვას, მაგრამ ეხლა უფრო დეტალებში ვიტყვი. სადღაც 1 მილის მონაკვეთში იყო ერთი მაღაზია, ერთი ავტოსერვისი და ნუ კიდე ერთი დავუშვათ რაღაც სამრეცხაო რაღაც. ბოლო 2 წელია ფაქტობრივად კონი აილენდის ჩრდილოეთის ნაწილის ალბათ 1/3 უკვე აიღეს და იცით რა საწერენ? როცა მათი დღესასწაული მოდის ან ბაირამი ან რაღაც პაკისტანელების რაღაც ეროვნული დღესასწაული, ქუჩა იკეტება. ხვდებით, პოლიციელები მოყავთ, ნიუ-იორკის პოლიცია მოდის და ოფიციალურად გამზრის კეტავს, აი რუსთაველი რო გადაკეტონ. აი ესე იკეტება, არის ზეიმობა, რაღაც თავისებური დღესასწაული აქვს და ყველაზე მთავარს გეტყვით. აი ესე თავზე აწერია Little Pakistan. აი როგორც მანჰეტენზე Little Italy რო არის, მაგრამ ნუ ეს Little Italy-ს ისტორია მოყვება და ის სხვა სიტუაცია იყო. აი ესე აწერია Little Pakistan და გამახსენდა ზუსტად ის მომენტი, ვიღაც პაკისტანელი რო იყო, ის საჩვენებელი დაფით რო ეუბნებოდა, ჩვენებს რო არ წახვიდე გზა არის გადაკეტილიო. მაქამდე ვართ უკვე მისული. თუ პროცესი გაჩერდა, რა თქმა უნდა გაჩერდეს, მაგრამ მე მაინტერესებს 20-30,000 დოლარად ან 50,000 დოლარად საცხოვრებელი უფლება რომ მიიღეს, იმ ხალხს რა ეშველება. ისინი ვის დარჩებიან და იცხოვრებენ, ხო ვიცით რომ ის გამრავლდებიან, გეომეტრიულად მრავლდებიან ეს ერთი. და მეორე, რაც ბევრმა ქართველმა საქართველოში არის სწორი, ვინც აქ ჩამოვიდა, იმან კარგად იცის. იცით როგორი მომენტია ჩვენ ქართველებს გვაქვს ერთი რაღაცა, რომ კარგი რა, ნუ რა მოხდა, ეხა დოლარი გადაყვა, ან კაი 10 დოლარის რაღაცა, ნუ აი იგივე მაღაზიაში პროფილაქტიკა, აი რა, მოდი თავი დავანებოთ და ასე შემდეგ. ხო ხვდებით რა ზომბობ, ჩვენი ნირია. $1 შეიძლება გამოყვეს ახლამდე. და როცა მათ ჩადებული აქვთ 20, 30, 50 და 100,000 დოლარები და ნაყიდი აქვთ ცხოვრების უფლება, იმას ესე ადვილად უკან ვეღარ დაარევერსებთ. ვისაც გეხებათ ბუნებრივია ეს საკითხი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. თორე ის შეიძლება ეს პროცესი გაიყინოს, მაგრამ აი მათ რა უნდა უყოთ, მე არ ვიცი. იმედია, ვინც ამის პასუხისგებელი იყო, ის ალბათ პასუხს აგებს ან რაღაცას გააკეთებს, იმიტომ რომ იმ ზალკალიანზე ყველაფრის გადაბარება, ხო, 2019-ში ხელი მოვაწერა, არავის არ შეეკითხა, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო და რა დომხალი იყო, ეხლა ირკვევა, ხო? ზალკალიანის ხელის მოწერით მოხდა იმ ხელშეკრულებაზე მიერთება. მოკლედ, აი საიშროება არის რეალურად. მე ვიცი, იმიტომ რომ მე აქ ვცხოვრობ და აქ ესეთი რაღაცები ხდება. აი სანამ დააწერეს Little Pakistan რუსთაველზე ან ჭავჭავაძის გამზრზე ან სადმე ვაჟიფშაველაზე, ამის საიშროება არის. ამიტომ აქ ჩაერთვება რუსეთის ფაქტორი, რაზეც ვისაუბრე. გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიას არ დათმობენ და საქართველოს რჩება ერთადერთი სახელი. და საბოლოოდ ესე რომ დავაფინიშო, არ არის გამორიცხული, რომ ისე ალეგორიულად ვიტყვი, რომ შესაძლოა ერეკლეს არჩევანის წინაშე დადგეს ქვეყანა. ხო, იმიტომ გამიჭირდა, იმიტომ გავაკეთე პაუზი, რომ ამას თქმა უნდა ამ ყველაფერს. კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რომ ერეკლეს არჩევანი დადგეს კვლავ. მოკლედ დიდი მადლობა, მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ორი თემა დამეკავშირებინა და ჩემთვის ყველაზე საჭირო და მტკივნეული თემა გადმომეცა. ჩემი ხედვით, ბუნებრივია, რაც ხდება ამერიკიდან დანახული საქართველო. მე ამაში მეგობრები მყავს, თანამოზიარეები მყავს და მე რასაც ვამბობ, მე ვამბობ, რომ საქართველოს ემიგრაციის დიდ ნაწილს არ მოვადგენ, მაგრამ კონკრეტულ კონსერვატიულ ტრადიციულ ნაწილს ნამდვილად წარმოადგენენ, რომელსაც უყვარს საქართველო დღემდე და რომელზეც გული შეტკივათ. სამწუხაროდ არის ხალხი, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს საქართველოზე, მაგრამ მე მათ რიგებს არ მივეკუთვნებ. მე დღემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მე რო არ მქონდეს პრობლემები ჯანმრთელობის, მე უკვე თბილისში ვიქნებოდი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. თემურ მაისურაძის ინტერვიუს მოვუსმინე დღეს და რაც იმან ილაპარაკა ჯანდაცვის სისტემაზე, იმას ალბათ ცალკე ვიდეოს მივუძვნი და იმაზე გავშლი მე ჩემ აზრს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. იმედია დიდია არ გამოვიდა ეს ვიდეო, როგორც ატყობ ჩქარავ საუბრობდი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ბედნიერად და ჯანმრთელად და კარგად მეყოლეთ.